ძალიან მარტივად შეგვიძლია მართლა ერთთან ორ წელს უბრალოდ გავაორმაგოთ. ეკონომისტის რჩევა პირდაპირ გამზადებული რეცეპტი. როგორ უნდა გამოიტანე აქტივები რაც გაქვს. გაქვს სიმდიდრე, ამდენი სიმდიდრე გაქვს, სასარგებლო წიაღისეული გაქვს. ტყის რესურსი გაქვს, მინერალური წყლები გაქვს, ასე უამრავი ბუნებრივი რესურსი გაქვს, რომელიც გაჩერებულია. არაფერს არ აკეთებს. გაქვს უამრავი შენობა ნაგებობები. აქეთ მაგალითად რაც თბილისთან ბათუმამდე წახვიდე და იქ გაიარო რეგიონები, ყველგან აი ძალიან კარგ ლოკაციებზე თან არის ჩამონგრეული შენობები, სადაც რა ვიცი, საქონელი ბეტონზე ამოსულ ბალახჭას. არის სხვა ტიპის რესურსები, სასოფლო-სამეურნეო მიწები, რო ამ სასოფლო-სამეურნეობა და სინამდვილეში მარტო თბილისში გვაქვს და აჭარა ბათუმში და ჩაგნარს მე აქ ეს მიწები. ხო, ან თბილისში და ბათუმში გვაქვს ისეთ სიტუაცია შედარებით მცხეთაშიც, როცა უფრო მეტი კერძოა ვიდრე სახელმწიფო, მაგრამ ცოტა ისეთ რეგიონებში რო წავიდეთ, გურია ავიღოთ, სამეგრელოზე მსვანეთი, სასოფლო-სამეურნეო მიწების უფრო დიდი წილი სახელმწიფოს აქვს ვიდრე კერძო სექტორს და ამდენი რესურსი რო გაქვს მიეცი ადამიანებს და გამდიდრდებიან ისინი, ისწავლიან, არ არის პრობლემა. აი მე რო არაფერი არ მქონდეს ახლა და ვიღაცამ ბინა მომცეს ვაკეში მე უკვე მდიდარი ვარ რეალურად, იმიტომ რომ მე ვფლობ რაღაცა, პირობითად $300,000 აქტივს. რომელსაც ან გავყინე, ან გავაქირავებ, ან ავაგირავებ, ასე წავიდე. რაღაცას მოიფიქრე. ყველაფერს გავაკეთებ. ამიტომ ეს რესურსი უნდა მისცე, ანუ აი ეს არის მზა პროდუქტი. ამას მე ბევრი სიკეთე მოყვება იქ მე აი ეს რესურსები რო ჩაებმევა უკვე კაპიტალის ბაზარი გაცოცხლდება, ბიზნესისთვის იაფი ალტერნატივა გაჩნდება, ფულის მოზიდვის ვიდრე ბანკიდან იღებს, უფრო მეტად განვითარდება, უფრო მეტს დაინვესტირებს ნახას, აი ჯაჭურად მიდის ეს ყველაფერი რა. უბრალოდ აქ როგორც ყოველთვის რაღაც უკუღმა გვესმის ყველაფერი და ყურის არ არისო და ესე რო ვაკეთებ იგივე გამოდის რა, რომ აი ეკონომიკა უნდა გავწევდო და რა გავაკეთებ. მოდი რაღაცა დავასუბსიდიროთ, მოდი ხელი შეუწყო და ჩვენ ავაშენებინოთ ვიღაცას რაღაცა, მოდი ვიღაცა შემოვიყო და აი თავარი რაც არის გრძელვადიანი სტაბილური ეკონომიკური ზრდისთვის, იმას კაცი შვილი მოკლედ ყურადღებას არ აქცევს.